მოვიშვები. მოვიდი და უცებ ახლა ყველაფერს მოვამზადებ. რა ყველაფერს მოვამზადებ? ის გამოვიძახე მე ყველაფერს საყვარელი. გამოიძახე? რა გამოიძახე? გამოვიძახებ. გამოვიძახებ, ყველაფერს გამოვიძახებ, რო ისა რა ქვია. შენ რო არ დაიღალო და ისა, ხო? თან არ გინდა მართლა ჩემი მეგობრები იქნებიან მარტო და ნუ მოვამზადებთ, ნუ ჩემი ძმაკაცები იქნებიან, ხო? გადავრიო შენი ბიჭები. მაგით ჩემი საცივით აბა დავიწყეთ ახლა. კაი, არ არის აუცილებელი, რა ვიცი, მე მაინც მგონია რომ არ უნდა დაიღალო და ახალ წელს ისე შეხვდე რა, დასვენებული და დამაცადე რა ახლა. მოვამზადებ ახლა და მოვამზადებ. აჰა. ვიცი, ორჯერ მოვამზადებ? არა, ანუ ამას სანამ მოვამზადებ, ხო უნდა მოვამზადო რომ მოვამზადო. აბა მომზადებლად ხო არ მოვამზადებ, რა გჭირს? ანუ მოსამზადებლად უნდა მოემზადო რომ მოამზადო? ანუ ხო, მაცადე რა კაცო, ნუ მაბნევ. საცივი უნდა გააკეთო? კი, საცივი უნდა გავაკეთო. და იცი საცივის გაკეთება? არა, მაგრამ რა უნდა საცივის გაკეთებას 21 საუკუნეში? დავგუგლავ და ვნახავ. აჰა. კაი ბატონო. ესე იგი, ინდაური. ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა მოიცავს ორ სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური, შინაური ინდაურის წინაპარია. ინდაური არის დიეტური, დაბალი ქოლესტერინით, შეიცავს დიდი რაოდენობით საჭირო ვიტამინებს და ამინომჟავებს. არ იწვევს ალერგიას. ეგ ეხ სწორია შენ. აუ, რა ვიფიქრე, იცი? ესეთი სასარგებლო თუა, რაღაცო დაკლეს. აუ, რაღაცა ჩემეცოდა. ხო და თუ შეგეცოდა გაანებე თავი, ნუღა გააკეთებ რა. მართლა მეც ისე ვარ. აუ, რა არის, რა იყო, რა არის? ბოლოკის ყიდვა დამავიწყდა. რა თქინა ბოლოკი რა თქინა? რა და ინდაურს რო გავაკეთებ, მინდა რომ ნისკარტში ჩავუდო. პიში რო ისა? თაკო მომისმინე. საერთოდ ბოლოკი არის როგორ ვიცი, ბოლოკი არის ქათმის, მაგრამ მე მინდა რომ განსხვავებული იყოს. და გაანებე ამ განსხვავებულობას თავი და ჩვეულებრივი სტანდარტული საცივი გააკეთე. სტანდარტული? ხო, ჩვეულებრივად რა. კარგი. Okay, Google. საცივი სტანდარტული რეცეპტი. საცივი ქართული კერძი. მზადდება ქათმით ან ინდაურით, რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდ გამზადებულ ბულიონში. მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ნიგოზი, რომელიც ბულიონის ნაწილს შეადგენს. რა ვიფიქრე, იცი? ისე ვინ მოიფიქრა, რომ ამ ახალ წელს აუცილებლად საცივი უნდა იყოს სუფრაზე. საცივი 1874 წელს საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოში. აუ, დამღალა რა. დაღლა, არსებითი სახე. იგივე ძალოვანი. ვაიმე, საერთოდ არ მინდა რა ეს Google-ი, თათუკას დავურეკა. თათუკა ის. მაცადე, ჩემი დაქალია და ეგრე ნუ ამბობ მწყინს. ალო, თათუკა როგორ ხარ? გოგო, ინდაური როგორ მოვამზადო? არა, ეგ ქათამია რა და მეორე. ხო, ეგ რო იფხორება. არა, გოგო, რა სოფელში ვარ, თბილისში ვარ. ვაიმე, კაი, წავედი რა. არა, არც არ მივდივარ, უბრალოდ გითიშავ. ვაიმე, რა გაუგება. დავა აგიხსნა? ვაიმე, კარგი რა. მომისმინე, ის რო გააკეთო ტყუილი საცივი. ეგ როგორ? ანუ ეს ინდაური არ გინდა და კარტოფილი და ვერმიშელი რო გაუშვა რა. აუ, მე მინდოდა რომ ჩვეულებრივი და ტრადიციული საცივი გამეკეთები. ხო და ძვირფასო, რაც იცი ის გააკეთე რა, რაც იცი ის გაგვიკეთე. აუ რა? დაადგი წყალი და ყავა მოგვიტანე ბიჭებს. აუ, მე მინდოდა რომ სტუმრებს აი კარგად გავმასპინძლებოდი რა, უშენ კიდე ნერვებს ნუ მიშლი. მომისმინე, ჩემო ძვირფასო, შენ ხო იცი როგორი ჭკვიანი ქმარი ხარ. გამანებე რა თავი რა. ხო იცი? კი. ხო და შენმა ჭკვიანმა ქმარმა იფიქრა წინასწარ ყველაფერზე და საცივი გამოიძახა. მართლა? დიახ, საცივი გამოიძახა. აუ, რა საყვარელი ხარ. ხო და შენ კიდე მიბრაზდებოდი რატო გამოიძახეო და ისო. არ ჯობია ესე მომზადებულად შევხვდებით. აი, მაპატიე ხო რა იყო. გამარჯობა. გამარჯობა. საცივი თქვენ შეუკვეთეთ? დიახ, უკვე მოიტანეთ? არა, მოვიტანე. არ იცით ახალ წელს როგორი მოთხოვნაა საცივზე? თან მარაგშიც აღარ გქონდა. აუ, აბა რა ვქნა? როგორ, რანაირად, თან მე? თქვენ არ ინერვილოთ, მაღაზიაში გამოვიერე, ინგრედიენტები ვიყიდე და აქვე მოვამზადებ. ეს გამომარ. ეს თქვენ მოამზადებთ ახლა?
ხო, რა პრობლემაა? თქვენ მანამ სანამ ამოვალაგებ რეცეპტი დაგუგლეთ, ხო? კარგი. ოღონდ დაგუგლეთ საცივის ტრადიციული რეცეპტი. აი ესე სწორად. აუ, აი, რას ნიშნავს ადამიანი, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია? ეგ მე კი ვერ მოვიფიქრე. ერთში. ოკეი, Google, საცივის ტრადიციული რეცეპტი. საცივი ქართული კერძი.